ვიცი რომ მოგენატრეთ. მეც ძალიან. ვიწყებთ ახალი ენერგიით და ვიწყებთ უკვე ნიკორასთან ერთად. როგორც მივხვდეთ, ნიკორა მოგომარაგებს პროდუქციით მთელი ამ სეზონის განმავლობაში და თქვენც გაგიმარტივეთ ძალიან საქმე, რადგან აღარ გაგიჩნდებათ კითხვა თუ სად ყიდულობ ხოლმე სხვადასხვა პროდუქციას, რადგან ყველაფერი იქნება ნიკორადან. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, დღევანდელი ჩვენი ვიდეოს მთავარი გმირი იქნება საკლა. საკლა არის იტალიური ბრენდი და უშვებს ბევრ სხვადასხვანაირ სოუსს, რომელიც არის ძალიან გემრიელი, არის მზა და იმარტივებს მზადების პროცესი. მეც რომ თქვენ გაგიმარტივოთ მზადების პროცესი, დღეს მოვიტანე ესეთი რეცეპტები, რომლებიც ზუსტად ვიცი რომ არ დაგეძებათ რომ გააკეთოთ. 15 წუთიანი პასტის უგემრიელესი რეცეპტები საკლასთან ერთად. ამიტომ დრო აღარ დავკარგოთ და დავიწყოთ. პირველი გავაკეთებთ პასტა პესტოთი, გამოვიყენებთ საკლას პესტო ჯენოვეზეს, რომელსაც ჩემი ცოლი ჭამს პირდაპირ კოუზით, ისე უყვარს. და თქვენს ეგრე გიყვართ დამეჯერე, უარ გაგესინჯოთ ჯერ. სანამ წყალი ადუღდება, რომელიც ჯერ აქ არ არის, მაგრამ ეხლა გაჩნდება, მანამდე მოგიყვებით თუ რატომ უნდა ამოირჩიოთ რაღაც ფორმის პასტები და რატომ მიდის რაღაცა სოუსი რაღაც ფორმის პასტასთან. რომ მივხვდეთ ასწახე. პასტის ფორმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პასტის ფორმა განსაზღვრავს თუ რამდენად კარგად წამოყვება სხვადასხვანაირი სოუსი პასტას ჩანგალზე. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პენეზე, პენე უფრო არის პესტოსნაირი სოუსებისთვის, რადგან უფრო კარგად შედის ამ პატარა ღრიჭოებში სოუსი და უფრო კარგად მოყვება და უფრო გემრიელად მივირთვენ ჩვენ პასტას. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ხორციან პასტებზე, ასე ვთქვათ, უფრო მეტი სიმძიმე აქვს, კარგია თუ ვიხმართ ფარფალეს ტიპის პასტას, ან ისეთ პასტას, რომელიც არის გაშლილი ფორმის. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სპაგეტიზე ან ფეტუჩინეზე, რომელიც არის მოგრძო პასტები, უკეთესია თუ ვიხმართ ემულსირებულად თხევად სოუსებს, როგორც არის მაგალითად კარბონარა. ხვდით? ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პასტის ფაქტურა გარედან არ იყოს ძალიან პრიალა და იყოს ცოტა ხავიანი, რადგან უფრო მეტ სოუსს შეიცავს შემდეგ ეს ხავები. ამიტომ დააკვირდით ხოლმე თუ როგორი ფაქტურის არის თქვენი პასტა, რომელსაც ყიდულობთ. მე მგონია ხოლმე, რომ ეგეთ რაღაცებს გამეორება აღარ ჭირდება, თურმე ჭირდება ხოლმე, რადგან არსებობენ ადამიანები, ვისაც ჯერ კიდე გონიათ, რომ მაიონეზი გრძის პროდუქტია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერს ორჯერ და სამჯერაც გამეორება ჭირდება. ყველა პასტის შეფუთვას უკან აწერია თუ რამდენი ხანი უნდა მოიხარშოს იმისთვის, რომ იყოს al dente. ამას არ ჭირდება არანაირი შეფობა და არანაირი ის რაღაცა მეექვსე გრძნობა. ეს არის ჩვენი შეფების ჩიტ-კოდი. არა მარტო შეფების ყველაზე. სანამ ჩავყრით 10 წუთით ჩვენს პასტას, მანამდე უნდა ჩავყაროთ იმდენი მარილი, რომ მოგვეგონებდეს ხმელთაშუა ზღვას, როგორც იტალიელები იტყვიან. სანამ პასტა იხარშება, პატარა ფაქტი ბრენდზე. საკლა არის იტალიური ბრენდი, რომელიც 1939 წელს დაარსდა პატარა ოჯახის მიერ. ეს პატარა ოჯახური ბიზნესი გაიზარდა ძალიან დიდ ბიზნესად და გააცნეს პესტო მთელს მსოფლიოს. საკლა იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბაზილიკს და ზეითუნის ზეთს და გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. ამასობაში ძალიან ბევრი რომ ვილაპარაკე პესტო ჯენოვეზეზე, ჩავხედეთ ჩემს საკლას დიდ ასორტიმენტს და ვნახე რომ არის პესტო ბაზილიკის ფისტით, რომელიც არ გამისინჯავს საკლასზე, ამიტომ გადავწყვიტე რომ ჯენოვეზე გადავდოთ გვერდზე და ვნახოთ როგორი იქნება. ეხლა ამოვიღოთ ჩვენი პასტა, რადგან ცივად უნდა მივუერთოთ, ეხლა ცოტა ხანი უნდა გავაგრილოთ. და სანამ გრილდება, მანამდე მოცარელა დავჭრათ. ჩვენს ოდნავ შეგრეულ პასტაში ჩავუშვათ პესტო. რამდენიც თქვენს გულს გაუხარდება იმდენი. ახლა კი შემდეგი 15 წუთიანი პასტა იქნება პასტა წითელი ბულგარულით, წითელი პესტოთი და მწვანე ზეთისხილით, რომელიც არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი პასტა, რადგან ძალიან ბევრი სხვადასხვა გემო შემოდის. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავწვათ ბულგარული, რომ შემდეგ კარგად გავაცვალოთ კანი. რისთვის დაგჭირდება ესეთი თორჩი ან ჩირაღდანი. მაგრამ თუ არ გაქვს სახში მსგავსი და ძალიან დიდი შანსია რომ არ ქონდათ სახში მსგავსი ცეცხლის მრქვეველი, მეორე ვარიანტია რომ შეგიძლიათ გააკეთოთ გაზზე, ანუ გაზის ზედაპირზე, ანუ ცეცხლზე, რომელიც ამოდის გაზი. მაგრამ ეგეც თუ არ გაქვთ, მეორე ვარიანტია რომ შეგიძლიათ რომ გამოაცხოთ ღუმელში უმაღლეს ტემპერატურაზე გრილის ფუნქციაზე. და ასევე air fryer შეგიძლიათ გააკეთოთ უმაღლეს ტემპერატურაზე დაახლოებით 15-20 წუთი. სანთებელი თვერი გააკეთეთ. თქვენი ბულგარული ესე როცა გამოიყურება, ანუ თქვენ კარგად გაართვით თქვენს დავალებას თავი და კარგად დაწვით ბულგარული. ჩვენ დამწვარ ბულგარულს ჩავდეთ ჯამში, გადავაფრევთ პლასტიკს, რომ კარგად ჩაიორთქლოს და შემდეგ მარტივად მოძრეს კანი. ეხლა კიდე დაახლოებით 10 წუთი გადავდებთ გვერდით. სანამ ეს ჩაიორთქლება, მანამდე ჩვენ შეგვიძლია რომ პასტა მოვხარშოთ. და გამოვიყენებთ პასტა ფუსილის, ამას აწერია რომ მოვხარშოთ 8 წუთი და 8 წუთი მოვხარშოთ ჩვენს პასტას. კაი, ეხლა სანამ მიხარშება ჩვენი პასტა, მანამდე ავიღებ მწვანე ზეთის ხილს, გავჭრათ 4 ნაწილად. ბულგარულსაც უკვე შეგვიძლია რომ
კანი გავაცალოთ, სამოვაცალოთ თესლები და შემდეგ ესე გავაცლით კანს. დავჭერთ ჩვენი ბულგარულები, ეს ჩვენი ბულგარულის სტრიპსები და ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ პასტის მზადების დროს, რომ მარტივი იყოს ეს პროცესი, ჯობია რომ ყველაფერი მანამდე ქონდეს გამზადებული. ეხლა მეც დავჭერი წინასა ბულგარული, დავჭერი წინასა ზეთისხილი, საკვას წითელი პესტოც აქ მაქვს. და ერთი რაღა დამრჩენია რომ ერთმანეთს შეურივ. ეხლა ეს ყველაფერი გამზადებული არ მქონდა, მომიწევდა ფაცური აქეთ-იქი და ბოლოს უკვე გადაგიხარშებოდა დიდი ხანია დაგეტოვებინათ ეს. ამიტომ გაითვალისწინეთ ეგ რომ ყველაფერი მზად გქონდეთ მანამდე. ეხლა ვიღოთ იმდენი პესტო რამდენიც გაგვიხარდება, ანუ ბევრი. ამ რეცეპტისთვის ჩვენ ვიხმართ პესტო როსოს, კარგად ამოურიოთ. შიგნით ჩაყვეთ ბულგარულს და ზეთისხილს. ამას კარგად ესე ამოურევთ და გადმოვიტანთ თეფს. თავისთავად გამრიელია. ახლა კი დაგვრჩა ბოლო პასტა, რომელიც არის არტიშოკით, ღანძილის საკლას პესტოთი. ღანძილი არის ველური ნიორი, გემრიელესი და ძალიან უხდება ამ პესტოს. ეხლა ჩავყრი სპაგეტის მოსახარშად, რადგან თითქმის ყველაფერი უკვე მზად გვაქვს. ავიღოთ მოხარშული პასტა, ჩავუშვათ შიგნით ღანძილის პესტო, ჩავმოტოთ შიგნით არტიშოკი, ჩაისკოვზე დიჟონი, ეს კარგად ამოურიოთ, გადმოდგათ ცეცხლიდან და მოვახიხოთ ზემოდან ლიმონის ცედრა. და ესეც კარგად ამოურიოთ. და გავსინჯოთ ახლა, ვნახოთ როგორი გამოვიდა. მსხვა. ძალიან. დღევანდელი ჩვენი 15 წუთიანი პასტების რეცეპტები დამთავრდა და იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და იმედია რომ გააკეთებთ და რომ გააკეთებთ აუცილებლად გაგვიზიარეთ Instagram გვერდზე ან TikTok-ზე ან დაგვთაგე და ვნახავთ და ძალიან გაგვიხარდება. რაც შეეხება შემდეგში თუ რა გავაკეთოთ, შეგვიძლია დაგვიწევთ კომენტარებში და შეიძლება იცოდეთ რა მის პროდუქტი ნიკორაში, რაც გინდათ ხოლმე რომ იყიდოთ, მაგრამ ვერ იყიდულობთ, რადგან ვერ ხვდებით რა გააკეთოთ მაგით. მე თქვენთვის აქ ვარ. გავაკეთებთ და ბოლომდე ვიხმართ მაგ პროდუქტს. რა ცუდი არაფერი. დიდი მადლობა რომ გიყურებდით, გამოიწვიეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ვიდეო, დაგვალაიქეთ და ერთად დავაშენოთ ჩვენ პატარა კიბერ სოფელი. ბაი. გირჩევთ რომ დოგვის დოგვის რა? მოვხდამ დოგი. მაგრა ხო? ცოტა უფრო მეტი რომ დავუმატო ხო? რა თქვი ვაფშე? რა თქვი? რა თქვი ვაფშე? არა უშავს. ეხლა გაჩნდება